თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ. ასეთი შეთანხმებით დასრულდა ევროპარლამენტის დელეგაციისა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის თემთა და ლორდთა პალატის წევრების შეხვედრა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ თავდასხმებს. განაცხადა ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატალი ლუიზემ. თუ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ებრძვიან გარეშე ჩარევას, მაშინ რატომ აკრიტიკებენ საქართველოს იდენტურ შემთხვევაში? კითხვას ქართულ ოცნებაში სვამენ და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. მარიამ კოპალეიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში, მან მოისმინა ამ თემის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები. მარიამ, ვის როგორი შთაბეჭდილება რჩება? პოზიციები განსხვავებულია პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ როდესაც ევროპა საუბრობს გარეშე ჩარევასთან დაკავშირებით, ისინი ამ შემთხვევაში გულისხმობენ მათ და მიმტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესს და მათი შეფასებით სწორედ ასეთი უნდა იყოს მათ შორის ქართული ხელისუფლების მიდგომაც. ნაწილი მათგანი კი ამბობს, რომ ორმაგ სტანდარტზე საუბარი უადგილოა და ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. შესაბამისად, ახლა ისინი მთავარ პრობლემად ასახელებენ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო დროს მათი შეფასებით ჩიხშია შესული ქართულ სახელმწიფოსა და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის. შეუძლებელი ორმაგი სტანდარტი იყოს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, საგარეო საფრთხე, საგარეო ასე ვთქვათ, გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის რუსეთი, ოკუპანტი და ის ქვეყნები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით ევროპელები არ გულისხმობენ საკუთარ თავს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. გულისხმობენ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან მტრულად განწყობილები ევროპის მიმართ. დაართული საგარეო საფრთხების თუ რამე სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში კონდეს ჭიდრო ურთიერთობა იმ ხალხთან, ვისთანაც კონფლიქტი გაქვს, სანქციების რეჟიმი გაქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ის რო ეხლა ჩვენთან არ თანამშრომლობენ, ან ისე არ თანამშრომლობენ, როგორც ჩვენ გვინდა ეს ზოგადად გასაგებია. მთავრობას არ აქვს განსაკუთრებული სრული ურთიერთობები დაალაგოს და არც ევროპელ პარტნიორებს ეთყობათ, რომ რაღაც განსაკუთრებული სრული გქონდეთ, რომ ასე ვთქვათ, გააუმჯობესონ ჩვენ ქვეყნასთან ურთიერთობა. მართალ გუჩი კი განმარტავენ, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სწორედ გარე ძალებთან ბრძოლა და ამბობენ, რომ ევროპარლამენტის განცხადებაც ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ეს გამოწვევა არის მათ შორის გლობალურ ჭრილში უკვე გაზრდილი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საზოგადოება ხშირად ხედავს შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული საკითხი არის კრიტიკის საფუძველი საქართველოში, თუმცა მოგვიანებით მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში იდენტურ საკითხებზე იწყებენ მუშაობას, რაც ხელისუფლების შეფასებით არის ორმაგი სტანდარტის ყველაზე ნათელი გამოვლინება. ამას მიჩვეულები ვართ სამწუხაროდ და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს სიახლე არ არის, თუ ჩვენთან რაც არ შეიძლება, იქ შეიძლება, ან ჩვენთან რაც შეიძლება, იქ არ შეიძლება, ხო და ეს აღიზიანებს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს. კი ბატონო, არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენ საქმეებში რატო ერევიან, ხო? მაშინ როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარეს ევრობიუროკრატებმა და ბატონმა ილონ მასკმა ერთი ტვიტი მიუძღვნა გერმანიაში, როდესაც მიმდინარეობდა არჩევნები და იქ აღშფოთდა მთელი გერმანია, როგორ შეიძლება ეს ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევა არის და მაშინ როდესაც ისინი დელეგაციებს აგზავნიან საქართველოში, თავი საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე და იქიდან მოწოდებები არის მაიდანიზაციაზე და ასე შემდეგ. თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოთა დაცვა გარეშე ჩარევებისაგან. თუმცა აქ გასაკვირია ის მიდგომა, რომელსაც მთელი რიგი სახელმწიფოები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები, შეიძლება დიდი ბრიტანეთი, იჩენენ საქართველოსთან მიმართებით, თუნდაც თითქოს და არსებობს რამდენიმე რეალობა. ერთი არის ერთგვარად დაწინაურებული, პრივილეგირებული სახელმწიფოების მოცემულობა და რეალობა, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, მათთვის მთავარი საზრუნავი, ერთ-ერთი ეროვნული საზრუნავი უნდა იყოს სწორედაც გარეშე ჩარევებისაგან თავის დაცვა და სუვერენიტეტის განმტკიცება, თუმცა არსებობენ თითქოს და ქვეყნები და მათ შორის სამწუხაროდ ისინი ხშირად გულისხმობენ საქართველოსაც, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს მათი აზრით უფლება იმისა, რომ იზრუნოს საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ეს რა თქმა უნდა არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება მათი მხრიდან.
ევროპარლამენტის დელეგაციისა და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო სწორედ ონლაინ უსაფრთხოების საკითხებს, ასევე დეზინფორმაციის ნაწილს. სწორედ ამის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა განმარტება, სადაც საუბარია, რომ ევროკავშირმა და ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გარეჩარევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. მადლობა მარიამ ესყომარემ კოპალეიშვილი. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ასეთი კრიტიკა ვერ იქნება განხილული თავდასხმად. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, წერს პარლამენტის სპიკერი. როდესაც ხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასართავად და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლასაც კი. გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, მსოფლიო რევოლუციის წახალისებას ისახავდა მიზნად. ქართველებს საბჭოთა პერიოდიდან ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ეგრეთ წოდებული მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ მეორე მდივანს დანახვისთანავე ვცნობთ. ის, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათი კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული თავდასხმად ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით. დიპლომატებმა თავი უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. როდესაც დიპლომატები მათი საეჭვო ქმედებების გამო ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და სანაცვლოდ პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია თუ არა დიპლომატიის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გეუბნებაზე მორგების მცდელობა. კესო ქაფიანიძესთან განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. კესო, ვინ როგორ აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას? შალვა პაპუაშვილის Facebook პოსტს ოპონენტები აკრიტიკებენ და ამბობენ ოპოზიციაში, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ხოლო თავად საელჩოების მხრიდან არსებულ კრიტიკას უწოდებენ ლოგიკურს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ის ელჩები, რომლებიც ღიად არიან კრიტიკით გამორჩეულები, მხარს უჭერენ არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ ხელისუფლების საქმიანობას აპროტესტებს. ქართველი ხალხისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან, აპროტესტებენ ხელისუფლების მიტაცებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ქვეყნის ევროპული და დასავლური კურსის ცვლილებას, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ საგარეო მხარდაჭერა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება არის ხალხის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი მუდმივი მეგობრები ვინც არიან, ისინი არიან ხალხის გვერდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ქვეყანა არის ევროპის ნაწილად აღქმული და ევროპა არის იდეური და ღირებულებით და მათ შორის ნორმებზე, დემოკრატიულ ნორმებზე დაფუძნებული კავშირი, როდესაც შენ ყველა ნორმის და ღირებულების წინააღმდეგ ილაშქრებ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ვიცი, ახლა სუნთქვის უფლება არ წაურთმევიათ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით ბოლო თვეების მანძილზე, დანარჩენი ყველა უფლება წაგვართვეს და ცდილობენ რომ წაგვართვან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ევროპელი დიპლომატი ჩუმად ვერ დაждდება და ვერ იქნება გულგრილი ამ პროცესის მიმართ, რაც ყველაში მიმდინარეობს. მართლ გუნდში ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. ამბობენ, რომ უცხოელი დიპლომატები ცდილობენ ქვეყნებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის წახალისებას და მართლ გუნდზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. რეგიონებში დადიან სასამართლო პროცესებზე, სადაც საერთოდ არ ესმით ქართული ენა და უბრალოდ ამას აკეთებენ იმისათვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ. იგივე ბატონ ჰერჩინსკიზე შემიძლია ვთქვა, როგორ აქტიურობს იგი და როგორ განცხადებებს აკეთებს წინა საარჩევნოდ, პირდაპირ მოუწოდა ჩვენს მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიდის არჩევნებზეო და ხმარ მისცეთ ქართულ ოცნებას, რომ გერმანიის ელჩი აქტიურობს და შემდეგ უწევს ხოლმე ახსნა განმარტებების კეთება ძალიან ბევრ საკითხს. საფრანგეთის ელჩი როდესაც
გრანტების კანონის მიღებამდე 1 საათით ადრე გაცა გრანტი კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაზე და დღემდე ვერ ვიხილეთ მისი მხრიდან ვერანაირი ახსნა განმარტება. ნოემბრის აქციები რო იყო, მით უმეტეს პირველი 5 დღე, როდესაც პირდაპირ იყო ეს ძალადობრივი აქციები, შტურმი პარლამენტზე, შტურმი ჩვენს პოლიციელებზე, მაგრამ ერთი კრიტიკა ვერ მოვისმინე და პირიქით ისინი ამას უწოდებდნენ რატოღაც მშვიდობიან აქციებს, როდესაც ამისი მეასედიც რომ მოხდეს მათ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, იქ აბსოლუტურად სხვა ტიპის რეაქცია ექნება. დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი საერთოდ ზღვარს გაცდა, ანუ ყველანაირ ზღვარს გადაცდა, ყველანაირი ხაზები გადაკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ მათ უხეშად დაარღვიეს ვენის კონვენციის 51 მუხტი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს მათ, რომ მათ ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და რას ხედავთ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში, ხო? ესე უხეშად აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დიპლომატია ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. მადლობა, ეს იყო კესო ქაფიანიძე. ქართული ოცნება ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩესისგან კონკრეტული გვარების დასახელებას ითხოვს. სანჩესმა ევრონესტის დელეგაციის ხდომაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების სანქცირებული წევრები ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ და ინტერესდებიან რა ბედი ეწიათ მათ აქტივებს. მართველი გუნდი ევროპარლამენტარს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს. წინაღებ შემთხვევაში განცხადება ცილის წამებად შეითვლება. შეფასებები ამ თემაზე კეთდება ოპოზიციაშიც. არუს ბატონ ევროპარლამენტარის უნდა გითხოთ, ვინც ეს განაცხადა, ვინ და კონკრეტულად მე ნამდვილად არ ვთხოვ ესეთ კულუარულ ინფორმაციას, რაც შეეხება ჯერა თუ არა, ნამდვილად ჯერა და ამიტომაც სწორედ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რო იქნებიან ასე ვთქვათ, შეწუხებულები არის ძალიან ბუნებრივი. როდესაც ვთქვათ ევროპარლამენტარი ამ შემთხვევაში ხომ ესეთი ტიპის მძიმე რაღაცა განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცა სიხვეწება, ხო, კეთილი ინებოს და ფაქტი დადოს, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს. ეხლა თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენია სოფლიო არენაზე, რომ ეხლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ხო, ძალიან აცდენილი არის რეალობას. თუ იგი ამას რამე ფაქტით გაამყარებს, გვარებს სიტყვის აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ესეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა, ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს. გულუბრყვილოა განცხადება, თავად სანჩესაც კარგად ვიცნობ, თავადაც ასეთი გულუბრყვილო მსუბუქი ზედაპირული ადამიანია, მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს, არის ჩვეულებრივი კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც გარკვეული თავის მოსაზრებები გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ თანამდებობის გადანაწილებაზეა ლაპარაკი სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის. ყოველ შემთხვევაში მე მას ასეთად ვიცნობდი, ასეთ ადამიანთან მქონდა მეურთიერთობა და რასაკვირველია მისი განცხადება ამ შემთხვევაში უფრო რაღაცა სულელურია, სხვა შეკითხვას, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან არ არსებობს ესეთი გულუბრყვილო ადამიანი კიდევ დასანქცირებულთა შორის, ეგრეთ წოდებულ დასანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს მიმართავენ ან საერთოდ ევროპარლამენტს, ევროპარლამენტარებს აი ამ პრობლემის მოგვარების საკითხებს. არჩევნებამდე 4 თვით ადრე ლელოში უკვე ღიად ამბობენ, რომ საარჩევნო ბოიკოტს აზრი არ აქვს. მამუკა ხაზარაძის განმარტებით მოქმედების ამგვარი ტაქტიკა განწერულია თან იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტარები არჩევნებში მონაწილეობისკენ მოგიწოდებენ. საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. ბოიკოტის შემთხვევაში რას იგებთ თქვენ? რა ახალი რა არის? ამიტომ ნახე, არაფერი, სანქციებიც არის, მეგობარი აქტიც არის, ევროპას თავის პრობლემები აქვს. ევროპა გეუბნება, რომ ერთ-ერთი გზა კიდევ ვიმეორებ არის არჩევნებით მონაწილეობა. ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, ვინ უნდა მიიღოს საარჩევნო მარათონში მონაწილეობა. ამ დროისთვის 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2 ამბობს ღიად, რომ ემზადებიან. დანარჩენი 2 კი ისევ საკუთარ აზრზე და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პულინგის მთავარ სამიზნედ გახარეს პარტიის შემდეგ ლელო იქცა, სადაც ადასტურებენ, რომ საარჩევნო საკითხზე შიდა პარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ყველა შესაძლო ფრონტზე. ერთ-ერთი ესეთი შესაძლო ფრონტი შეიძლება იყოს აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ერთობლივი ძალებით შეტევა შეიძლება მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესს. ამაზე გვქონდა საუბარი და ამას რა თქმა უნდა ვაღიარებთ და ვიზიარებთ. ვინც იქნება ამ მაშული რგოლის სტატუსის შემსრულებელი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი აღიქვას რეალურ ოპოზიციურ ძალად, ეს გახდება სისტემური ოპოზიცია, მოლოდინი იმის, რომ რაღაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდა გაზარდონ დობა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური. ლელოს შეცვლილ პოზიციას ქართული ოცნება გარედან ნაკარნახევი მითითებებით ხსნის. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამ პარტიაში პრინციპების ერთგულების პრობლემაა. ლელოს შეცვლილი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას წინასწარ ანონსებდით. მეტყველებს კიდევ ერთხელ მათ არაპრინციპულობაზე, ვინაიდან თვეების განმავლობაში ისინი თავიანთ ამორჩევალს პირდებოდნენ იმას, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგ გარეშე არჩევნები. ნუ როგორც ჩანს ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა გზა არ აქვს არჩევნები, თუმცა ნუ ეხლა ლელოს არაპრინციპულობის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მათი გარეუფროსების მხრიდან გათვლა, რა თქმა უნდა, სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ფსონს ამ შემთხვევაში დებენ კონკრეტულად ლელოზე და კონკრეტულად ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან ეხლა ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ რა თქმა უნდა მიხვდნენ ის გარეუფროსებიც, რომ მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. ეხლა ის რომ ახალი შემოაპარეს თითქოს და წინა არჩევნებში ჩვენ საზოგადოებას, ამასაც უკვე მიხვდნენ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი და ნაციონალური მოძრაობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ოპოზიციის ერთიანობა თავიდანვე იყო ტყუილი, მათ შორის წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როცა ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ისინი ერთიანად იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი მხოლოდ კონკრეტულად ვიწრო პარტიული ინტერესები და არანაირ ერთიანობაზე აქ საუბარი არ არის. თქვენ იცით, რომ გახარიამ თავიდანვე განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა, მათ შორის ლელოც ემზადება არჩევნებისთვის და ყველაზე მთავარი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაში პირდაპირ არის მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უქმნიან გარკვეულ ალიბს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას და ახალს იმისათვის, რომ მათ თითქოს და ევროპარლამენტარების მოწოდების მერე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ერთიანად მიიღებენ, ცალ-ცალკე, ამას ჩვენც არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ გავემარჯვოთ ქართულ ხალხთან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომი მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება, ოკუპანტებმა ამჯერად ხარკოვს დაარტყეს. ეგრეთ წოდებული კამიკაძე დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით განახორციელეს თავდასხმა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოსაც დაარტყეს. იერიშსია გადასული უკრაინაც, რომელმაც კურსკის მიმართულებით მიმავალი ავიაგამანადგურებელი Su-35 ჩამოაგდო. ეს რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პირველი ავიაგამანადგურებელია, რომლის ლიკვიდაციაც ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოახდინეს. 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ყველას გაუწიეს დახმარება. სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც. მსოფლიოში ყველა არგმობს ასეთ შეტევებს. სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს. უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, მათ შორის მთავარი ცეცხლის შეწყვეტაა. ოპერაცია ობობის ქსელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ქალაქების დაბომბვის საფუძველი მისცა, ცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინამ ამჯერად თავად გამოიწვია რუსეთის მხრიდან დარტყმების პროვოცირება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის სანქციების საკითხზეც. ტრამპის განცხადებას მალევე უპასუხეს კრემლშიც, მოსკოვში ამბობენ, რომ სანქციების მუქარა უკრაინაში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. მე ვიცნობ სანქციების კანონ პროექტს, რომელზეც სენატი მუშაობს. შევისწავლე ის. ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტია. თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი არ აპირებს შეთანხმების მიღწევას და სისხლისღვრის შეჩერებას, სანქციებს გამოვიყენებ, რომელიც სენატმა უკვე მოამზადა. ყოველ კვირა ათასობით არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ ხალხი იღუპება. უკრაინელებმა მისცეს პუტინს მიზეზი, რომ გუშინ ღამით სასტიკად დაებომბა უკრაინული ქალაქები. როცა ეს ვნახე, ვთქვი, აი დაიწყო, ახლა იქნება თავდასხმა. დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს: ჩვენ არ ვართ პუტინთან ერთად სკვერში მოთამაშე ბავშვები. პუტინი მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა, ამბობს ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. საუბარია დონალდ ტრამპის კომენტარზე, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინასა და რუსეთს პატარა ბავშვები უწოდა.
ჩვენ არ ვართ პუტინთან ერთად სკვერში მოთამაშე ბავშვები. პუტინი მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა. საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება. საქმე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნიდან ათასობით მილის დაშორებით იმყოფება და არ შეუძლია სრულად იგრძნოს და გაიგოს ეს ტკივილი. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის და ყველაზე მდიდარი ადამიანის დაპირისპირება დონალდ ტრამპი ილონ მასკის წინააღმდეგ. ღია კონფრონტაციის შემდეგ ტრამპი მასკს წარმატებებს უსურვებს, თუმცა აქვე საუბრობს ტესლასთვის სახელმწიფო სუბსიდირების შეჩერების საკითხზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებით მიიღება. სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვიყავით ჩინეთზე, რუსეთზე, ირანზე მუშაობით, ამდენ საკითხზე ერთდროულად ფიქრით, რომ მასკზე არ მიფიქრია. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ილონ მასკს ბევრი ფული აქვს. ის უამრავ სუბსიდიას იღებს სახელმწიფოსგან. ასე რომ, ჩვენ მისთვის სუბსიდიების შეჩერების საკითხს განვიხილავთ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართლიანი იქნება. სამართლიანი უნდა იყოს როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებს. ევროკომისია სრულად უჭერს მხარს სასამართლოსა და მის თანამდებობის პირებს. წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ჰააგის სასამართლოს 4 მოსამართლედ სანქციები დაუწესა. საერთაშორისო სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და იმოქმედოს ზეწოლის გარეშე, ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში. ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან ინფორმაციას დონალდ ტრამპი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შტატებისთვის იშვიათი მინერალების მიწოდების განახლებას დათანხმდა. ჩინეთმა ურთიერთობების გადახედვა და დიალოგი დაიწყო კანადასთანაც. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი საუბრობს. მარკ კარნი ამბობს, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას ურთიერთობების გადახედვის შესახებ იმსჯელეს. პეკინთან დიალოგის ხელახლა დაწყების საჭიროების მთავარ მიზეზად კარნი სავაჭრო დავების მოგვარებას, ტარიფებისა და ფენტალინის საკითხს ასახელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. აღნიშნული პირები ირანელ ძმებთან არიან დაკავშირებული, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციით მილიარდობით დოლარი ფარული კომპანიების მეშვეობით გაათეთრეს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქსელი ირანს ეხმარება ბირთვული პროგრამის დაფინანსებასა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაში. ყურბან ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14,000 ადამიანი. თურქეთში ცხოველების მსხვერპლ შეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. ქემალ მამისოღლუს განცხადებით ჯანდაცვის უწყებამ ჯამში 14,372-მან დაზარალებულმა მიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალური ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციისა და დაკავებების წინააღმდეგ გამართული აქცია სპეცრაზმა დაშალა. ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მიმართულებით ქვები ისროლეს. პოლიციამ კი ხელკეტებით სრემსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაკავებულია ათობით ადამიანი. დაუბრუნდეთ საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სასაცრო და პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვას და თურქეთის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი, მეფედრონი, ფსიქოტროპული ნივთიერება, პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს სამეგრელოს ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მეთადონის შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა, აბები და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. კახეთის რეგიონში გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ურბანული სივრცეების განახლება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.
სტრატეგიული მნიშვნელობის არის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს დღეს რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა დიდი ქალაქის და მათ სოფლების უმეტესობის 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი არის მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღეს ჩვენ დავათვალიერეთ რამოდენიმე ახალი ობიექტი. ამ ეტაპისთვის თელავის თეატრის მიმდებარედ ეწყობა პიაცის ტიპის მოსასვენებელი, სადაც განლაგებული იქნება როგორც კვებითი ობიექტები, ასევე იქნება საქორწინო სახლი. აქტიური სამუშაოები აქტიურ ფაზაში არის, დასრულება იგეგმება სექტემბრის ბოლოს. კრწანისში მრავალ ეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო საშტაბო სწავლება დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. სწავლების მიზანი მტრულ გარემოში მოქმედების დროს ამოცანების დაგეგმვისა და აღსრულების დახვეწა და გაუმჯობესება იყო. მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული სწავლება იმართება მემორანდუმის პარკლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ხორვატიის, რუმინეთის და ბულგარეთის თავდაცვის ძალების შორის ხელმოწერილი მემორანდუმის შედეგად. აღნიშნული სწავლების მიზანი იყო ურთიერთდამოკიდებულების დახვეწა ლოჯისტიკური ქვედანაყოფების. სწავლების ფორმა იყო საშტაბო სამეთაურო, ასევე სწავლებას ჰქონდა საველე კომპონენტი, რომელიც გახვრეთებდა მაზიანის სისრულით. წელს საქართველოს მოუწია სწავლების მასპინძლობა. მე გახლავართ ამ სწავლების ერთადერთი ვეტერანი წარმომადგენელი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი შემადგენლობა გაფართოვდა და შევიძინეთ ახალი მეგობრები და ახალი თანამებრძოლები. სურს ხაზგასმით აღვნიშნო ქართული სამხედროების პროფესიონალიზმი და ის უნარჩვევები, რომლებიც მათ სწავლების აღსრულების პროცესში გამოავლინეს. ახალ ქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძე მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ 8 კვირის განმავლობაში ბევრი რამე შევისწავლე. ძალიან გამოცდილი და კარგი ინსტრუქტორები ყავდა, სერჟანტები, ოფიცრები. ყველას უსურვებდი ახალგაზრდა კაცს თუ მამაკაცს თუ ქალბატონს მოსულიყვნენ გაიარონ კარატინი და ემსახურონ საქართველოს. დღეს დავდევრით ფიცი ღვთისა და ერის წინაშე და შევერთით თავდაცვის ძალებს. მე ამაყება რომ ვარ თავდაცვის ძალების რიგებში და ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს წარმატებას. უფროსი სერჟანტი ზაზაფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მორიგი ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც რეკრუტებმა მიიღეს სამხედრო ფიცი, რის შემდეგაც შეუერთდებიან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებს. იარაღით ვისროლეთ, ნახეთ როგორია ჯარის ცხოვრება. დავათვალიერეთ მათი საცხოვრებელი ადგილები, მათი პირობები, სად უწევთ მუშაობა ყოველდღიურად და ძალიან მომეწონა და კიდევ ვისურვებდი აქ მოსვლას და დათვალიერებას. მოусმინეთ ჯარისკაცების ფიცს და ძალიან გასახარია, რომ ამდენ ჯარისკაცი და ბიჭები მოღვაწეობენ ჯარში და ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. წელს დაგვემატა საგანი სამხედრო საქმე, რომელმაც დიდი სტაბილიზება მოახდინა ჩემზე. რასაც მე სამხედრო საქმეზე ვსწავლობდი, ბევრი რამ შეხეთაშორის აქაც გავიარეთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გრძელდება. ეროვნული დღე იზეიმეს საბერძნეთში, ხორვატიასა და დანიაში. საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება ათენის, ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში გამართა. საქართველოს ელჩმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა ხორვატიაშიც და დანიაშიც. კოპენჰაგენში ქართველმა მოცეკვავებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს. ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე ძალზედ მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენს თანამემამულეებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და რა თქმა უნდა ჩვენს ბერძენ მეგობრებთან. საქართველოს და საბერძნეთს აკავშირებს ხანგრძლივი ისტორია და მეგობრობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. საქართველოსთან გვეწვნენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი, ასევე ცნობილი მომღერალი ბესი კალანდაძე და ბავშვთა ანსამბლი ანაზდეული. ასევე ჩვენთან ერთად იმყოფებიან პონტიელი ბერძნები, რომლებიც ცხოვრობენ თესალონიკში. ერევანში ქართული კულტურის დღეებზე ჯგუფ გუფილენდის კონცერტი გაიმართა. სომხეთის დედაქალაქში ქართული კულტურის დღეები დღეს ანსამბლ ერისიონის შოუ პროგრამით და ქართული ტრადიციული სამოსისა და სამკაულების გამოფენით დასრულდება.
უამრავი მაყურებელი და დამსწრე იყო ისევე როგორც ჩვენი მუსიკალური ჯგუფების რანინა გააფორმა მუსიკალურად ღვინის გამოფენა და საღამოს შედგა გუფილენდის კონცერტი. დღეს ქართული კულტურის დღეები დაგვირგვინდება და კულმინაცია იქნება ერისიონის შოუ კონცერტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ჩვენ ველოდებით მოუთმენად, ასევე ეროვნული მაყურებელი. აჭარის კულტურის მინისტრის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალების წარმომადგენლებს შეხვდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში სულ 32 განაცხადი დარეგისტრირდა. კომისიამ კი 21 გამარჯვებული ფესტივალი გამოავლინა. მათ განსახორციელებლად ჯამში $1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დიდი ინტერესი იყო წელს საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 21-მა ფესტივალმა და ეს იქნება უკვე ივნისიდან ალბათ ნოემბრის ჩათვლით. გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, კონცერტები, ღიაცის ქვეშ, დარბაზებში. ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი ინიციატივა, რომელიც კიდევ და უფრო მეტად უნდა განვითარდეს და უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება უნდა მოიპოვოს. პირველად ტარდება საქართველოში ეს ფესტივალი და ძალიან მიხარია, რომ ბათუმში დაიბადა. ფესტივალი ჩატარდება სექტემბრის პირველ კვირაში. მოწვეული იქნებიან როგორც კინემატოგრაფისტები და ფილმები იქნება წარმოდგენილი, ასევე სპორტსმენები. ქართული კინოს და სპორტის პოპულარიზაციისთვის ტარდება ეს ფესტივალი. ქუთაისში მუსიკის დღეები 2025 გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასკვნითი კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა. მუსიკის დღეები წელს მეხუთედ კულტურის გაერთიანების ორგანიზებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფარდაჭერით გაიმართა. როგორც ზეიმით დაიწყო, ისე დღესასწაულით დასრულდა. იმიტომ რომ ეს პროექტი ეძღვნება ჩვენს ბავშვებს. ეს არის საჩუქარი ჩვენი ქალაქის და არა მხოლოდ. ეს პროექტი ითვალისწინებს ჩვენი ბავშვების კარიერულ წინსვლას. დღევანდელმა საღამომ დამარწმუნა, რომ სანამ ეს ნიჭიერება იქნება ჩვენს ქვეყანაში, სანამ იქნებიან ესეთი ბავშვები, სანამ ეყოლებათ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგები, ჩვენ კარგად გვექნება საქმე. Რა თქმა უნდა, ჭირდება ამ ყველაფრის გვერდში დგომა, მხარდაჭერა და ჩემთვის როგორც სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორისთვის ეს არის ყველაზე მთავარი мотиваცია, რომ ახალგაზრდა თაობას გაუყვალო გზა. საქართველოს ქალთა ფრენბურთის ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. დაძაბულდა სანახაობრივ მატჩში ქართულმა ფრენბურთელებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 3-2 დაამარცხეს. ამ დროისთვის ნაკრების ანგარიშზე უკვე 2 გამარჯვება და 5 ქულა. ლუქსემბურგთან თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. სიმართლე რო ვთქვათ, ვერ ვანახეთ ის თამაში, რისი ნახევარ შეიძლება გვინდოდა. მაგრამ საკმაოდ კარგი გუნდი არის ლუქსემბურგი, იბრძოდნენ ბოლომდე. მაგრამ ვამაყობ გუნდით, რომ მაინც მოვიკრიბეთ ყურადღება, მობილიზაცია და კარგი შედეგით დავუმთავრეთ. სტუდფესტი 2025 გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ქართული ლიგის კონკურსი და მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუდფესტი 2025 განათლების სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. სტუდფესტის ფარგლებში გაიმართა 6-6 მინი ფეხბურთის ტურნირი, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის. მე წარმოვადგენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. სამწუხაროდ დავმარცხეთ ნახევარფინალში, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდებს უსურვებთ წარმატებებს. სტუდფესტი კარგია სტუდენტებისთვის, სტუდენტური აქტივობები ახალგაზრდებისთვის. მივესალმები ამ ყველაფერს. დღევანდელ თამაშად შეეხება ულოცავ ჩემ გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებ მომავალში. კურიერი პირდაპირ ეთერში 6 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი დღის ყველა სიახლეს გაეცანით ვებგვერდზე რუსთავი 2.jp დროებით.